სამზად ისი დაასრულე? დევა, რა გჭირს? შენ გეკითხები? ფრანი მოუმზადე. წაბლი შეუწვი. არ მეტყვი რა გჭირს? არ მეტყვი? რა შეუგნებელი ვინმე ყოფილხარ. აქედან წაითრიე. ცოტა ხანში გულჯემალი მოვა. მისი ასე გეშინია? მერთ. კარგ სიზამ თუ თავად შეგეშინდება. თავი დამანებე. მომისმინე. შეგიყვარდა? რა შენი საქმეა? რა შენი საქმეა? დევა, ნერვები არ მომიშალო. თავი ხელში აიყვანე. კეფიცები, შენს დაგუყავ და თავსაც დავიღუპავ. შენს თავს გულჯემალს არ დავუთმობ. გესმის ჩემი? გესმის? მიდი დამღუბე. დამღუბე მერთ. ორივე ჩვენგანმა ვიცით, რომ ასეთი გაბედული არ ხარ. მასზე შეყვარებული თუ ხარ? გულჯემალ ბეი, დევაჰანიმმა წაბლი შეგიწვათ. ხელი დაიწვა. თქვენთვის უნდა მეკითხა დამწრობის მალამო ხომ არ გაქვთ მეთქი? დამწრობის მალამო გაქვთ? ხომ არ გაქვთ? მეც მოვძებნი. ალბათ ქვემოთ სამზარეულოში იქნება. ქვემოთ ჩავალ და იქ მოვძებნი. ახლა მოვალ. მელოდებოდი? არა. ისე ვიჯექი. შენ რატომ უნდა დაგლოდებოდი? ეს რა არის? ჩემთვის წაბლი შეგიწვავს. შენთვის? არა, საიდან მოიტანე? ჩემთვის შევიწვი. გინდა? თუ გინდა, შეგიძლია მიირთვა. საკვების გადაყრა არ შეიძლება, მაგრამ საშინლად გამოიყურება. არ მინდა. ჩამძინებია. ეს ჩემი ტელეფონია? დევა, ბოდიშს გიხდი რომ შუა გზაში მიგატოვე, მაგრამ არ შემიძლია, ცოლად ვერ შეგირთავ. მაპატიე. უსინდისო. იმ საღამოს მართლაც მომკვდარ ხარ. ერთი მათგანი ჭრილობას მაყენებს. მეორე მათგანი კი ჩემი ჭრილობის დამუშავებას ცდილობს. თანაც ისე, რომ თავისი ჭრილობა არაფრად მიეჩნია. დილამშვიდობისა, გულჯემალ ბეი. თუ გაინტერესებთ გუშინ რატომ არ დავბრუნდი, დამწრობის მალამო ვერ ვიპოვე და ამიტომ არ დავბრუნდი. სხვა დროს შენი მეუღლის გარდა სხვისი ჭრილობით ან კოჟრით აღარ დაინტერესდები. თორემ დილა აღარ გაგითენდება, გასაგებია? დილა უთენია ვისთან მიწევს შეხვედრა.
ზაფერჰანი. ვიცი ზედმეტი მომდის, მაგრამ ეს ძალიან დიდი და სერიოზული საქმეა. ვერ შევწვდებით, საქმე სოციალური დახმარების მიზნით სხვადასხვა შენობა ნაგებობების მშენებლობას ეხება. პროექტი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებს არ მოიცავს, სხვადასხვა პლატფორმების, თავშესაფარის, საბავშვო ბაღის, ბიბლიოთეკის, სასწავლო ცენტრის მოწყობასაც მოიცავს. ეს ტენდერი საკმაოდ დიდ რესურსს მოითხოვს. შესაძლოა გაკოტრდეთ. რა სისულელეს ამბობ? იცი რა მოხდება გულჯემალს ამ ტენდერში გამარჯვების საშუალება რომ მივცეთ? ამ ამბობს მთელი ქალაქი გაიგებს. მესმის ხალბატონო, მაგრამ რამდენიმე ობიექტზეა საუბარი და რაც ყველაზე მთავარია საქმე სამშენებლო სფეროს ეხება. ჩვენ ამ სფეროში გამოცდილება არ გვაქვს. ჩვენ ტექსტილის მიმართულებით მუშაობთ, საკმაოდ სარისკო საქმეა. ყოველფრის მიუხედავად ამ ტენდერში მე უნდა გავიმარჯვო. გასაგებია? კარგი. არ მაღან? ციგნს ვკითხულობდი. აქ მოგიყვანეთ, მაგრამ ყურადღება ვერ მოგაქციეთ. მარტო დაგტოვეთ, მარტოობა არ მოგბეზრდა? არა, მე მარტოობას მიჩვეული ვარ, სახლშიც ასე ვარ. როგორ? ხოჩახ. ხოჩახ. აქ როგორ მოიყვანე? გაჩუმდი, გარეთ გამოდი, ყველაფერს აგიხსნი. ამ სახლში როგორ მოხვედი? საერთოდ არ შეგრცხვა? აქ რა ნამუსით რჩები? კმარა, გაჩუმდი მეთქი. არ გავჩუმდები არა? სანამ ის ამ სახლიდან არ წაეთრევა. რა სისულელეს ამობ გულენდამ, გაჩუმდი. შენ სისულელეს ამბობ. აქ მოსვლისას ცინდისი საერთოდ არ გენჯნიდა? სირცხვილის გრძნობა არ ქონდა? ამ სახლში რას აკეთებ, გაეთრიე? კმარა. აქ მოსვლა როგორ გავედე? დამშვიდი, გოგო, დაწყნარდი. გაეთრიე. ბოდიშს გიხდით, ახლა წავალ. არა, აქ დარჩები. წავა მეთქი. საკმარისია. მან დედა და მამა წაგვართვა. ამასაც არ დასჯერდა. ბავშვობა წაგვართვა. კმარა. ახლავე გაეთრიე. კმარა, შეჩერდი. წაეთრიე. აქ აღარასდროს მოხვიდე. კარგი, გარეთ გამოდი, გაჩუმდი. უნდა წაეთრიოს. არა. წაეთრიოს. აქ რას აკეთებს? მოდი აქ. აქ რა უნდა? შეჩერდი გულენდამ, რას აკეთებ? წაეთრიოს. რას აკეთებ მეთქი? რას აკეთებ, რა დღეში ხარ? იმას რაც შენ ვერ გააკეთე. უნდა გავაგდო. გონს მოდი გულენდამ. ძმაო. არ მესმის ძმაო. არაფერი მესმის. ამ სახლში როგორ მოიყვანე? როგორ? მან არც კი იცის ჩვენ ვინ ვართ. არ იცის დედა ჩვენი რომ ზაფერ ფეხლივანია. ჩვენ ვიცით ვინც არის. ჩვენი დედიკოს ერთადერთი ვაჟი. მისი თვალისჩინი. რას რაფად დაგავიწყდა ძმაო? ის ფუფუნებაში ცხოვრობდა, ჩვენ კი ქუჩა დავახედებოდით. ამაში ის არ არის დამნაშავე. დამნაშავეა. დედას ის უფრო ძლიერ უყვარდა. ჩვენზე უარი ამიტომაც თქვა. ზურგი გვაქცია მიგვატოვა. საგულიდან რა მოგვიღო? ის რომ არა იქნებ ჩვენზე უარი არ ეთქვა. იქნებ მოვნატრებოდით და ქუჩაში აღარ აღმოჩენილი იყავით. შეხედე. ეს ფოტო გახსოვს? კარგად შეხედე. იმ დღეს არავითარი დღესასწაული არ იყო. ახალი ტანსაცმელი გვიყიდა. თმა ლამაზად დაგვარცხნა. სხვა ბავშვების დედის მსგავსად სასეირნოდ წაგვიყვანა. დედობა იმ დღეს პირველად გაგვიწია. ბედნიერი ვიყავი. ბავშვობას განვიცდიდი. არ ვიცოდი ფოტოს გადაღების შემდეგ თავს რა გადაგხვდებოდა. გესმის? მიგვატოვა და წავიდა. ეს ფოტოსურათი სამახსოვროდ დაგვრჩა. გულენდამ. დედა ჩვენი უსინდისო ქალი იყო. ამ ფოტოს შეხედე. და ამ ფოტოს შეხედე. ფოტოზე არ არის ის ბიჭი, რომლის მიმართაც ზისხს განიცდი. იმ დღეს ის არც კი არსებობდა.
დედამ არმაღანის მიზეზით არ მიგვატოვა. ჩვენი დედა ცუდი ადამიანია, გულენდამ. კარგი დამშვიდი. არ დაუშვა, რომ ზიზღმა დაგჯაბნოს და სამართლიანობის გზიდან გადაუხვიო. მას ერთი შანსი მიეცი. ვიცით, რომ დედამ გული გვადგინა. ისიც დედამის ებრძვის. ასე ნუ მოიქცევი. ასეთი საქციელი არ შეგფერის. ნუ რა ვისეთყვი, რომ ის აქ არის, კარგი? არავის უთხრა. აქ დედამის ემალება გულენდამ. არ გინდა დაო. თავი ხელში აიყვანე. დამშვიდდი და ნუტირი, კარგი? ფრანი ვინ გაუშვა? ფრანი ვინ გაუშვა? ფრანი ისევ დაფრინავს. მინდოდა რომ ეს დაგენახა. თავი ვინ გგონია? დაუშვი. შეხედე. რა ლამაზია. დაუშვი. ამ ცხოვრებაში ყველაფერს ეშველება. ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი. სანამ ცოცხლები ვართ და ვსუნთქავთ, ყველაფრის გამოსწორება შეგვიძლია. ასე რომ არ იყოს, იმ მალამოს არ დამიტოვებდი, ხომ ასეა? შენთვის მკვდარი ადამიანის ჭრილობის მოშუშებას არ შეეცდებოდი, ხომ ასეა? მე აქ ვარ. მე ცოცხალი ვარ. რაღაცეების გამოსწორება შეუძლებელია გრძელ წამწამიანო. ჩათვალე რომ თოკი არ გადამიჭრია. მიდი, ფრანი უკან დააბრუნე. მიდი. ვცდილობ რაღაც მოვიმოქმედო. ხოდან უცდილობ. სულ ასე უნდა მომექცე? ჩვეულებრივად გექცევი. არ მექცევი. თავი ვინ გგონია? შენს ოთახში შემომიშვი. შეუძლოდ ვიყავი, დაჭრილი ვიყავი. თმაში ვარსკვლავები ჩამაბნიე. იძულებული ვიყავი, რომ წოულება შენთან ერთად დავსწრებოდი. ეს ძალაუფლების წარმოდგენის ნაწილი იყო. გგონია, რომ ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ? გგონია, რომ ჩემ სამყაროში რაიმე ადგილს დაიკავებ? თუ ასეა, წავალ. კარი იქ არის. კარგი რა ძმაო. თავადაც არ იცი რას აკეთებ. თან გოგოს ზედა უყურებ, თან მალამოს უტოვებ. ისიც დაბნეულია. არ იცი ის დარჩეს თუ წავიდეს. გოგომ გიღალატა დაგასმინა. თუ ასეა, სახლიდან გაუშვი, აქ რატომ აკავებ? სახლიდან გაუშვი. აქ ძალით ხომ არ გააჩერება რა?
გამარჯობა. გამარჯობა. რა დაგემართა? რა დამემართა? ტანსაცმელზე რამე მაქვს? არა, ამას არ გულისხმობ. მოწყენილი ჩანხარ. არა, კარგად ვარ. უბრალოდ სუსტად ვარ. თითქმის ერთი კვირაა ზედაც არ მიყურებს და არ მელაპარაკება. თუ ასე აქ ნუ ვერ გაჩერდები. შენ რა გჭირს? დაძაბული ჩანხარ. ტელეფონიც ჩაგირთავს. იფექის ზარს ველოდები. რა ხდება? იფექმა დედაჩემის ოთახში სეიფი უნდა გახსნას. რა? რას ამბობ არ მაღან? დამშვიდი დევა, ასე ნუ მიყურებ. იძულებული ვიყავი, ასე მოგცეულიყავი. დედაჩემი იქ რაღაცას მალავს. რას მალავს? მის ლაპარაკები დევა. რაღაც უნდა გითხრაო, ჩვენ შორის უნდა დარჩეს. პირდები? რა თქმა უნდა. გულჯემალი. ჩემი უფროსი ძმაა. რა? რას ამბობ არ მაღან? რა ძმა? რა სისულელეს ამბობ? სისულელეს არ ვამბობ, დარწმუნებული ვარ. რას ამბობ? ერთი წუთით, ამაში დარწმუნებული როგორ ხარ? დედაჩემის მადამი მტრულ დამოკიდებულებას სხვა ახსნა არ აქვს. მერწმუნე გულჯემალსაც და მის დასას დედაჩემი ეზიზღებათ. რას ამბობ? დედაჩემა მათი ოჯახი დაანგრია. მათ მამა წაართვა, ცხოვრება დაუნგრია. რას ამბობ? აქ მისი დამოვიდა. დამინახა და ბოღმა ჩემზე გადმოანთხია. ნერვული შეტევა დაემართა. დავინახე ისინი როგორ იტანჯებოდნენ. ყველაფერი შევიგრძენი. ერთი წუთით. ასეთი დარწმუნებულები არ უნდა ვიყოთ. ასე არ შეიძლება, ხომ ასეა? დარწმუნებული მაშინ ვიქნები, როდესაც იფექი იმ სეიფს გააღებს. იფექი საფრთხეში როგორ ჩააგდე? რა მოხდება, რომ ეს დედა საფერმა გაიგოს? არაფერი მოხდება, ერთი კვირა ამ დღეს ველოდებოდი. დედაჩემის სახლში არ არის, რაღაც ტენდერია, იმ ტენდერს უნდა დაესწრო, სახლში არავინაა. მე ის ტენდერის საქმეზე ხომ მუშაობ. ხომ იცი ეგ ტენდერი ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია. ნუ გელავ ძმაო, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ტენდერში მონაწილეობა სხვამ არ მიიღოს. ჩვენი მტრების ჩათვლით, ამ ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ჩვენ მივიღებთ. ტენდერი ახსენე? გულჯემალი სწორედ ამ ტენდერზე საუბრობდა. არა და თქვა მის შესახებ არავინ უნდა გაიგოსო. რას აკეთებ? გულჯემალს ვურეკავ. მან არ იცის, რომ დედაშენი ამ ტენდერში მონაწილეობს. უნდა შევატყობინო. თითქოს პირად საქმეზე გირეკავდე. მხეცო. იფექი რეკავს. უპასუხე, მიდი. ალო, იფექ? ალო, არ მაღან. ოთახში შევედი, მაგრამ ძალიან მეშინია. დამშვიდი, პანიკაში ნუ ჩავარდები. როგორ მოვიქცე? საიდან დავიწყო? გარდა გამოაღე. სეიფს მანდ მალავს. რა იყო? რა იპოვე? ჩემი თავის ხელა ალმასია. რა დროს ალმასია იფექ სეიფს ვერ ხედავ? უკაცრავად არა. აქ არაფერია. იფექ, გარდერობის ოთახში კარადა გამოაღე. არა, არ არის. ვიპოვე არ მაღან. მაგრამ როგორ გავაღო? კოდი შეიყვანე.
05 07 1962. არასწორია. პირიქით შეიყვანე, შეუძლებელია სხვა პარული გქონდეს. 1962 07 05. მართალია გაიღო. საებში ფულია. მაჯის საათი. ასევე სამაგრები. ქორწინების მოწმობა. ფოტოსურათი ან სხვა დოკუმენტი? წერილია. გახსენი. მუსტაფა, ჩვენზე საერთოდ არ ფიქრობ? შენ ისეთი კაცი არ ხარ, რომელიც საკუთარ ცოლ-შვილს ქუჩაში დატოვებს. ამ წერილზე არ მიპასუხებდე, მანდ მოვალთ. სხვა შანსი არ დამიდოვე. ამას ვეძებდი. ვინ მისწერს? წერილს ფოტო გადაუღე და ისევ სეიფში ჩადეს. სასწრაფოდ გამოდი მაგოთ აქედან, ვინმე არ დაგინახოს. დაუჯერებელია. არა. ეს მართლაც წარმოუდგენელია. როგორ? ეს წერილი გულჯემალის და გულენდამის დედამ დაწერა? მან დაწერა? ასეა. გულჯემალი ჩემი უფროსი ძმაა. ისინი მამა ჩემი შვილები არიან. არმაღან? ეს ტიპი აქ რას აკეთებს? დაფიქრდი, როგორ იტანჯებოდნენ. გულჯემალი ასეთი მკაცრი ამიტომ არის. ასეთი ჩაკეტილი ამიტომ არის. ღალატს ამიტომ არავის პატიობს, იმიტომ რომ პირველად მას მამამისმა უღალატა. ფიქრობდა ნერვები მეშლება. რას აკეთებდება? რას აკეთებ? გულჯემალს შეტყობინებას ვუგზავნი. რატომ? ხომ გითხარი ტენდერთან დაკავშირებით? არ იცის რომ ტენდერს დედაშენიც უნდა დაესწროს. შენი სადარდებელი ეს არ არის დევა. ფილმე მიცის აქ რომ ხარ? უფროსმა მთხოვა რომ 1 საათის შემდეგ ზამთრის ბაღში მიგიყვანოთ. თქვენც ასევე. მართლაც მშვენიერი პროექტებია მომზადებული. ყველა თქვენგანს მადლობას გიხდით, მაგრამ ხელთ უფრო ხელსაყრელი წინადადება გვაქვს. ალიბეის სასწავლო ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ შევხვდეთ. კარგი ბატონო, თქვენი ნებართვით ჩვენ დაგტოვებთ. გონი ჩემს მეტი სხვა არავინ დარჩა ქალაქის მერო. სიმართლე ითქვას კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ჯერ არ გამოცხადებულა. გონი ვერ მოასწრო. ამ პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტი თითქმის თქვენნაირად აქვს განსაზღვრული. თქვენგან განსხვავებით ქალბატონებისთვის რამდენიმე სოციალური პროექტი აქვთ განხორციელებული. როგორც ხვდები, ჩემი მეტოქე ქალბატონია. დიახ, ასეა. აქ დამელოდე. ვინაობასთან დაკავშირებით ჩემი ვარაუდი ალბათ გამართლდება. გამართლდება, რადგან მეორე წინადადება იმედი არ დავაგვიანე. ახლა სწორედ თქვენზე ვსაუბრობდი ზაფერჰანი.
იმედია ჩვენი საქაღალდის გაცნობის შესაძლებლობა მოგეცათ. ბოლო წუთს მოგისწარით. ამ ტენდერის შესახებ ინფორმაცია უფრო ადრე რომ გაგვეგო, უფრო კარგად მომემზადებოდით. ნუ ხელათ ტენდერში გავიმარჯვოთ და პროექტს თქვენთან ერთად დავხვეწთ. გამოგიტყდები და ზაფერჰანის ხელთ თქვენს წინადადებასთან ერთად კიდევ ორი ხელსაყრელი წინადადება გვაქვს. თუ შეიძლება მარტო დაგტოვეთ. ზაფერჰანის წინადადება საკმაოდ გვიან მივიღეთ. ტენდერში მონაწილეობის მიღება დააგვიანა. ფიქრობ, რომ ოჯახური პრობლემების წინაშე ვდგავარ. თქვენთან ერთი წინადადება მაქვს, ორივე წინადადება გავაერთიანოთ. ეს პროექტი ერთობლივად განვახორციელოთ. თქვენ შორის რაც უნდა მომხდარიყო ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ დედაშვილი ხართ არა? აქედან გამომდინარე, არა ვითარ შემთხვევაში. უკაცრავად, თქვენი მესმის, მაგრამ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია. მე ამ ქალაქის მკვიდრი ვარ. მთელი ცხოვრება გავატარე. ბურსას მოსახლეობას ვემსახურებოდი. მათი კეთილდღეობისთვის არაფერს ვიშურებდი. თქვენ ჩემი დიდი ხნის მეგობარი ხართ. ჩემი ცხონებული მეუღლეს თქვენი მეგობარი იყო. ცუდად არ გამიგოთ. მე ხელი შეწყობას არ ვითხოვ. ჩემი ერთ მომზადებულ პროექტს ვენდობი. გულჯემალ ბეის პროექტი ბევრად მოკრძალებულია ზაფერჰანი. ბოდიშ გეხდით, უნდა ვუპასუხო. ბატონი მინისტრი რეკავს. რას ბრძანებთ? უპასუხეთ ბატონო. გისმენთ ბატონო მინისტრო. ყველაფერი უნდა წამართვალაც მეკუთვნის, არა? ჰა, ვერ წამართმევ. ეს ცხოვრება ჩემია. ჩემი ის რეპუტაცია, რომლის წართმევას ცდილობ. ეს ქალაქი ჩემია. მე ამ ქალაქის დასაპყრობად არ ჩამოსულ ვარ. ეს ქალაქი უნდა გადავწვა. შენც ცეცხლის შუაგულში უნდა დაგტოვო. სწორედ ისე როგორც წლების წინ შენ დაგტოვე. გუშინ შენ საყვარელ ქმარსაც უთხარი. ყველაფერს წაგართმევ, რაც კი გაგაჩნია. ნუ წუხარ. არც კი გრცხვენია. მუსტაფას საფლავზე მიხვედი? ჰო. შენი შვილი აქ არის, არმაღანი გულჯემალთან იმალება. დავინახე. ჩემი შვილი რა უფლებით შეიფარე? ბოდიშ გიხდით საუბარი შეგაწყვეტინეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მეპასუხა. განვაგრძოთ? გისმენთ? გულჯემალ ბეის წინადადება ნახევარი. ამ პროექტს გულჯემალ ბეის მიერ წარმოდგენილი წინადადების ნახევარ ფასად განვახორციელებ. ტენდერში ზაფერჰანიმა გაიმარჯვა თანაც, ჩვენ მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე ნახევარ ფასად. ნახევარი? გაგიჟებულა ან ბოღმისგან დაბრმავდა. გაკოტორდება. ბოლო წუთს ისიც გაიგო, რომ არმაღანი ჩვენთან არ რჩება. ეგ როგორ? მისგანაც ამ ტენდერის შესახებ გაიგო. დევას ტელეფონი ამიტომ მივეცი, იმედი მქონდა, რომ ასე არ მოიქცეოდა. ვიფიქრე სხვა თუ არაფერი, არმაღანს ასე არ მოექცევა მეთქი, მაგრამ შევწდი. სახლში ყველაფერი მზად არის? მზად არის. აქ რას აკეთებ მერტ? რაღაც ხდება, ვერც მე მივხვდი. ვერ ხვდები რა ხდება, დიდი აურზაურია ზამთრის ბაღში ხან ვინ შედის და ხან ვინ გამოდის. ინვალიდის სკამზე ვიხაც ახალგაზრდა ბიჭიზის. იცი რა ხდება? არა, არ ვიცი. ჩემს ძმას რაღაც თათბირი ჰქონდა, ალბათ ამიტომ შეიკრიბნენ. არც იმ ბიჭს იცნობ? გითხარი არ ვიცნობ მეთქი მერტ. რამდენ შეკითხვას მისვამ?
დღეს ყველა რა უცნაურად იქცევა. რა ხდება მეგობარო? არ მაღანი აქ რატომ არის? არა, აშკარად რაღაც ხდება. არ მპასუხობს. იმედია ნახავდა არა? დედა შენიც მივიდოდა და ერთმანეთს იქ შეხვდებოდნენ. დევა, ახლა ეს უფრო გაინტერესებს? მაგალითად ეს რა ფულია, ეს კაცი ვინ არის? ჩვენ აქ რას ვაკეთებთ? ჯობს ამ კითხვებზე ვიფიქროთ. გულჯემალს მათთან ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. ალბათ უნდა გააუქმოს. მე რა შუაში ვარ? არ ვიცი, არ მაღან. მეც მაინტერესებს. გულჯემალ რა ხდება? რა ხდება გულჯემალ? ცოტა ხანში გაიგებთ. გთხოვთ. დაბრძანდით. ძმაო, ჩვენ რას ველოდებით? ერთ პიროვნებას ველოდებით. ცოტა ხანში ყველაფერს გაიგებ. შენ აქ დარჩი. აქ დამელოდე. კეთილი იყოს გონი მობრძანება, გულჯემალ ბეი გელოდებათ. გირეკავდი, არ მიპასუხე. იმიტომ რომ შენთან საუბარი არ მინდა. საჭიროოდ გირეკავდი? ნიშნულოვანი საქმეა. შეტყობინება გამოგიგზავნე. შეტყობინება მაინც წაიკითხე? ტელეფონი თან რისთვის დაგაქვს? რისთვის? ინტერესით გვდები. ახლა რას ვაკეთებთ? თუ შეიძლება გვითხრით, ვის ან რას ველოდებით? არ მაღან. ბოდეშ გიხდი იმის გამო, რაც ცოტა ხანში აქ მოხდება. არ გეწყინოს, მაგრამ ერთი რამ იცოდე. მე შენი საიდუმლო შევინახე. გასაგებია? როგორ? რა ხდება? ვერაფერი გავიგე. მოიცადე და გაიგე. ქალბატონო ზაფერ? დედა? ხრცხვენოდეს. ესე იგი აქ რჩებოდი. მომატყუე. იძულებული თავად გამხადე, ასე მოქცეულიყავი. რა ხდება ქალბატონო ზაფერ? ეს აქ რას აკეთებს? ზაფერ ჰანიმ, გთხოვთ დაბრძანდით. ყველაფერს აგიხსნით. დარჩენას არ ვაპირებ, მივდივართ. წამოდი არ მაღან. აქედან ისე ვერავინ წავა, სანამ ამ მაგიდასთან არ დაჯდება, გასაგებია? დასხედით. დაბრძანდით. გთხოვთ. შენი ძალის დემონსტრირების ყურებას არ ვაპირებ. წამოდი მივდივართ. დედა თქვა აქედან ისე ვერავინ გავა, მაგიდასთან თუ არ დაჯდებაო, ვერ გაიგონე? ეს შენი ფულია. ეს რა არის? იტალიელებთან გაფორმებული ხელშეკრულება გავაუქმე. ეს კომპენსაციაა. მე რატომ მაძლევ? იმიტომ რომ ის შენი წარმომადგენელია. გარდა ამისა ეს ფული გჭირდება. ბოლოს მოგიღებს ის ტენდერი, რომელიც მეწამართვი. ყველაფერს დაკარგავ. შენი ამბიციების მსხვერპლი გახდები. ნუ ღელავ, ეს ფული ერთ დღეს დაგჭირდება. რა სისულელეს ბოდავ? გონია მაგ ტენდერს დაგითმობდი?
ისე გეზიზღები, რომ ზიზღს საერთოდ დაუბრმავები ხარ. მაგ ტენდერის შესახებ თავად გაგაგებინე. ქალაქის მერსაც მე შევუთანხმდი. ყველანაირად ვეცადე, რომ ფასი დაგეკლო. შენც ამ მახესში გაები ზაფერხანი. საინტერესოა ეს ხრიკები ვისგან მისწავლე, არა? მართლა ძალიან მაინტერესებს. თქვენთან არავითარი საქმე აღარ მაქვს. შეგიძლიათ მიბრძანდეთ. გონია რომ ბოლოს ამით მომიღებ? მივდივართ არმაღან. არსადაც არ მოვდივარ, დედა. არ გესმის არმაღან. ჩემს განადგურებას ცდილობს. ამის მიუხედავად, ნუ თუ მართლა. დიახ, მართლა. აქ, რა სტატუსით რჩები? ვის არჩები? ჩემს უფროს ძმასთან. ჩემი უფროსი ძმის სახლში თუ ვერ დავრჩები სხვასთან, ვისთან უნდა დავრჩე, დედა? გეგონა რომ ამ საიდუმლოს სიცოცხლის ბოლომდე დამალავდი, დედა? რა სისულელია? ისევ დამალვას ცდილობ. სიმართლე გავიგე, დედა. ვიცი რომ მამაჩემს მხოლოდ ერთი შვილი არ ყოლია. და-ძმა მყავს, რომლებიც ასევე ფეჰლივანის გვარს ატარებენ. ერთი წუთით. არმაღამ, ყველაფერი არასწორად გაიგე. მე ფეჰლივანის გვარს არ ვატარებ. მადლობა უფალს მამა შენთან არავითარი კავშირი არ მაქვს. როგორ? ამაში დარწმუნებული ვარ. დედა, რა მეთქვი? არა, ისე არ არის. ისე არ არის, როგორც შენ გონია. სიმართლეს გეტყვი. მამა შენსა და მამა შენ შორის უთანხმოება იყო. რა უთანხმოება? სისხლიანი დაპირისპირება ჰქონდათ. კოზირებს ვერ იყოფდნენ. რადგან თანასწორი პირობები არ ჰქონდათ. რა ვერ გაიყვეს? რა მტრობა ჰქონდათ? არ ვიცი. არ ვიცი რა ვერ გაიყვეს. ფაქტია რომ ვერ გაიყვეს. ეს უთანხმოება მათი სიკვდილით დასრულდა. თუმცა უთანხმოება მაინც არ დასრულდა, რადგან დედა შენი ჩვენ მიმართ ისევ მტრულად იყო განწყობილი. ბავშვობა გაგვიმწარა. ანუ ჩვენ ძმები არ ვართ? შენ დახმარება მთხოვე. ისე მოვიქეცი, როგორც შენი უფროსი ძმა მოიქცეოდა, სულ ეს არის. თუ აქ დარჩენა გინდა, აქედან ვერანაირი ძალა ვერ გაგიყვანს. აქ დარჩენა არ გინდა და შენი საქმისა შენიცი. მე ვერაფერს გეტყვი. მას თავისი სახლი აქვს. ტრის სახლში ხომ ვერ დარჩება? წავიდეთ არმაღან. არსადაც არ წამოვალ, დედა. არმაღან. არ დავუშვებ რომ აქ დარჩე. შენგან ნებართვას არ ვითხოვ, დედა. ჩემს გადაწყვეტილებას გაცნობ, არსადაც არ წამოვალ. ტრის სახლში დარჩები? მამა შენის მტრის სახლში? მამა ჩემის მტერი, ჩემი მტერი არ არის. იქნებ დროა თქვენ შორის არსებულ უთანხმოებას წერტილი დაესვას, დედა. რა სისულელეს ამბობ? ეს უთანხმოება დაივიწყეთ და ერთმანეთს აპატიეთ. დროა ეს მტრობა დასრულდეს. სახლში მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოყვები. გასაგებია მხოლოდ ამ შემთხვევაში. თავისი საქციელის გამო
ჩვენთვის წართმეული ბავშვობის გამოპატიებას თუ მოითხოვს, თუ ბოდიშს მოიხდის, შესაძლოა ეს მტრობა ჩემი მხრივ დავასრულო. ოდნავ მაინც ნანობ იმის გამო, როგორც მოგვექეცი. გისმენ. მითხარი მაპატიე ახალგაზრდა ვიყავი, გამოუცდელი. და ასე ამიტომ მოვიქეციო. მითხარი არ ვიცოდი როგორ უნდა მოქცეულიყავიო. მითხარი. ასე უნდა მომხდარიყო და მოხდა. ჩემ შვილს ხელს კიდევ ერთხელ თუ ახლებ. მას თუ მიუახლოვდები. ბავშვობის დღეებს სანთლით მოძებნი. არმაღან, მივდივართ. ამ ხეცის სახლში ვერ დარჩები. ამ ოთახში მხოლოდ ერთი მხეცია, დედა, და ისიც შენ ხარ. არმაღან. ისეთი მხეცი ხარ, რომ ამ მტრობის გამო ბავშვებს ცხოვრება გაუმწარე. ბოღმამ დაგახრჩო, ადამიანს თავის საქმეებში ხელი შეეშალა, დევას სასიკვდილოდ გაიმეტე, დედა. ახლა მივდივარ. მაგრამ შენს დასაყვანად ისევ დავბრუნდები. აქ არ დაგტოვებ. კარგად ხართ, ხალბატონო. სახლში წამიყვან. ის ზაფერფეხლივანი არ არის? ის არის. აქ რას აკეთებს? არ ვიცი. და არც მაინტერესებს. ასე მშვიდად როგორ ხარ გულენდა? ძალიან მიკვირს, ნუ თუ საერთოდ არ გაინტერესებს იქ რა ხდება. არ მაინტერესებს. და არც შენ უნდა გაინტერესებდეს. საინტერესოა იქ რა ხდება. რა მოხდა? ჩვენ რა გადავიტანეთ? შენ დამპირდი ძმაო. მაგრამ როგორ მოიქეცი? დედა ჩემი აქ მოიყვანე და იძულებული გამხადე მას შევჯახებოდი. მე დანაპირები შევასრულე არმაღან. შენი საიდუმლო შევინახე. აქ არ უნდა ყოფილიყავი. შედეგად დედა შენი ვერ გნახავდა, მაგრამ დამინახა, ხომ ასეა? ამის გამო პასუხს მე ნუმთხო, მას მოგკითხე. მე? დევას რატომ უნდა ვკითხო, ის რა შუაშია? იმიტომ რომ რაც ამ სახლში ხდება, ყველაფერს დედა შენს ეუბნება. რა? ის როგორი ფიქრე? ხუმრობ? რა ხდება? ჩემი აზრით დიდი გაუგებრობაა. არმაღან, სახლში წადი. დანარჩენს მე და დევა მივხედავთ. სახლში ვერ წავალ. ხომ იცი, შენი დაწუხდება. არა არმაღან, მსგავსი არაფერია. ვეფა, არმაღანის სახლში წაიყვანე. ამიერიდან სახლში ვუმასპინძლებ. ძმაო, გულჯემალ გთხოვ, არმაღან გთხოვ. ზაფერხანი მისთვის არაფერი მithქვამს. არმაღანი ჩემი უახლოესი მეგობარია, ასეთ რამეს რატომ გავუკეთებდი? ტენდერის შესახებ შენთან სპეციალურად ვთქვი. შენს გაიგე თუ არა ზაფერხანიმთან გაიქეცი და უთხარი. რა სისულელია? მე მასთან? იცოდი რომ იტალიელებიც მისი წარმომადგენლები იყვნენ. იცოდი. არა, არ ვიცოდი. ჩემი ნდობა შეგნებულად მოიპოვე. ეს გამოგივიდა კიდეც. ამ სახლში დედოფლად გაქციე. შემდეგ ისეთი რა მოხდა, რომ ზაფერჰანიმის ბრძანებების შესრულება დაიწყე. იქნებ სინდისი გქენჯნი და კიდეც. ამ სახლიდან მაშინ გაიქეცი, როდესაც ყველაზე მეტად გენდობოდი. მოღალატე ხარ.
ეს შენია. თუ მოღალატე ვარ ფულს რატომ მაძლევ? რატომ? შეიძლება ითქვას, რომ მიყენებული ზიანის სანაცვლოდ. შენთან გაფორმებულ ყველა ხელშეკრულებას ვაუქმებ. შენთან მუშაობა არ მინდა. არც ის მინდა, რომ ამ სახლში ცხოვრობდე. რადგან ამ სახლში მოღალატეების ადგილი არ არის. რადი ცულოვანი სათნო ადამიანი ყოფილხარ. შენ სახლში მცხოვრებ მოღალატეს კომპენსაციას უხდი და სახლიდან იზიაგდებ. ასეა გულჯემალბეი. დიახ, ასეა. ასეა, ხომ სწორედ ფულის გამო მოიქეცი ასე. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, ძალიან ჭკვიანი ხარ. აქ რამდენია? საკმაოდ ბევრი. იმდენი, რამდენსაც ზაფერ ჰანიმი ვერ მოგცემს. დიდი მადლობა. ატელიერში მითხარი შეუფასებელი ვარო. თურმე შენი ფასი გგონია. ასე ცხოვრებაში არავის დავუმცირები ვარ. დევა. არ შენი ფული მინდა და არ შენ სახლში ცხოვრება. გესმის? შენი არაფერი მჭირდება. ეს არის შენი სამართლიანობა, რომლითაც თავს იწონებ, არა? თუ ასე ამიხსენი რა მოხდა? უდანაშაულობა დამიმტკიცე. რა უნდა აგიხსნა? ვალდებული არ ვარ. შენ დაიჯერე, რომ ამის გამკეთებელი მე ვარ. ახსნას რა აზრი აქვს? ის დაიჯერე, რისი დაჯერებაც გინდოდა. მე აქედან მივდივარ. შენი ბრალეულობა გაირკვა და ამიტომ გარბი ხარ. წადი, შენ სუფროს უკან გაყევი. იქნებ მიუსრო. არ მივდივარ, ჯემალბეი. არცადაც არ მივდივარ. შენ სამ დღეს გაძლევ, რათა ჩემი ერთ ჩადენილი დანაშაული დამიმტკიცო. 3 დღის შემდეგ დამიმტკიცე, რომ მოღალატე ვარ. დამტკიცე და ამ სახლიდან ჩემი ფეხით წავალ. აშკარაა, რომ მოღალატე შენ ხარ. დამიმტკიცე. 3 დღეში ჩემი ბრალეულობის მტკიცებულებას თუ არ მოიდან, ბოდიშს მომიხდი და შემეხვეწები, რომ აქ დავრჩე. გასაგებია? თავი ვინ გონია? არ მომიახლოვდე. გარეთ გადი. მარტო დარჩენა მინდა. გესმის? შენ სახლში დარჩენა არც მე მინდა. 3 დღეში ჩემი ბრალეულობის მტკიცებულება წარმოადგინე. მერე ჩემი ფეხით წავალ. ახლა კი გადი. კარგად ხარ, საყვარელო? ცოტა მობერებულა. თუმცა მაინც ლამაზია. ესე იგი დაინახე. ნეტა ვარ დამენახა. რაღაც ხდება, მაგრამ რას გულისხმობ, რა ხდება? იმ გოგოს რა ქვია? ღმერთო, ხო, დევა და შენი ძმა ჭუბობდნენ. დევამ შენს ძმას უთხრა 3 დღის შემდეგ ბოდიშს მომიხდიო.
ძალიან იჭხუბეს. იჭხუბეს, რას ამბობ? რას ამიდღე? არაფერი მესმის. ვერც მე გავიგე, მაგრამ საკმაოდ დაძაბულები ჩანდნენ. იქნებ მიხვიდე და გაიგო რა ხდება. ნუ გაინტერესებს, ნუ რაფერი გაინტერესებს ძმაო. თავიანთ საქმეს თვითონ მოაგვარებენ. ვეფა, რა ხდება? ის ქალი აქ რატომ მოვიდა? დიდი ხნის ამბავია გულენდამ. მეც რა შეკითხვას ვსვამ. რისთვის მოვიდოდა ჩვენ სანახავად ხომ არა? თავისი საყვარელი ვაჟის სანახავად მოვიდოდა. არ მესმის მისი შვილი ამ სახლში რატომ რჩება? მობრძანდით არმაღან ბეი. ეს უკვე მეტისმეტია. უკვე სახლში ჩემოდიხარ? თქვენი შეწუხება არ მინდოდა. ძმა გულჯემალმა თქვა რომ ამიერიდან გულჯემალმა თქვა. ვერ გავიგე ძმა თქვი? უკვე ძმასაც უწოდებ? უსინდისო. ახლა გაიყვანეთ აქედან. მე ვუთხარი რომ ჩემი აქ ყოფნა შეგაწუხებდათ, მაგრამ თვითონ დამაძალა, თორემ მე აქედან გაეთრიე მეთქი. გაეთრიე. არ მინდა რომ აქ ხედავდე. არ გესმის? წადი აქედან. კარგი, მივდივარ. კარგი, გულენდამ. რა? შენმა ძმამ ასე ბრძანა. არმაღან ბეის ამიერიდან სახლში ვუმასპინძლებთ. მის სიტყვაზე თუ რამე გეთქმის, გისმენ, მითხარი. წამოდი გულენდამ. თავი დამანებე. გამეცალე. შემეშვი. რას მიყურებ პატარა სიძევ? შენი ცოლი ტირის და წადი უკან გაყევი. არმაღან ბეი თავის ოთახში შეიყვანეთ. ჩემი შვილი მის გვერდით არის. ჩვენი ვაჟი. წარმოგიდგენია? ჩვენი ვაჟი მასთან არის. მხოლოდ ქონების წართმევას არ დასჯერდება. შვილსაც წამართმევს. უფრო უარესი. არმაღანს გონია რომ ის შენი შვილია. ესე იგი უნდა რომ ამის ჯეროდეს. ვერი ვარაუდა რომ დედამისმა ორი შვილი მიატოვა და სახლიდან წავიდა. მე შენ გითხარი. გთხოვე, გულჯემალი და გულენდამი ჩვენს გვერდით იყვნენ მეთქი. განარას დაგვიშავებდნენ. ძალიან წყნარი ბავშვები არიან მეთქი. უზარმაზარ სახლში ერთი ოთახი არ დაუთმე. ეს უბედურება ამიტომაც დატრიალდა. მე კი ორი გველის მსგავსი მტერი დამიტოვე. მათ თავიდან ვერ ვიშორებ. მათთან ბრძოლა მიწევს. ადექი მუსტაფა. ადექი. გთხოვ ადექი მუსტაფა. გთხოვ შვილი დამიბრუნე მუსტაფა. არმაღანი დამიბრუნე მუსტაფა. გთხოვ. საფერჰანემ. სამი დღე მიეცი? ის ხომ ყველა სამ დღეს 3 საათს 3 შანსს აძლევს. მე 3 დღე მივეცი. ნახოთ რას მოიმოქმედებს. წავიდეს და მტკიცებულება გვაჩვენოს, რომლითაც დაადასტურებს რომ ჯაჟუჟი მე ვარ. მტკიცებულება წარმოადგინოს. დევა საყვარელო მომისმინე. ახლა სუფრას გავშლი. გემრიელად მიირთვი და ცოტა დამშვიდდი. კარგი? გთხოვ, დამშვიდდი. მის ლუკმას ვერ გადავყლაბავ. გადაეცი, რომ ერთ ლუკმასაც არ შევჭამ. შიმშილობას აპირებ, შვილო. და ეს ფული აქედან წაიღოს. შვილო.
გაგიჟდი დევა. გულჯემალს როგორ შეეწინააღმდეგე? 3 დღე მიეცი? მართლა გაგიჟებულ ხარ? აბა როგორ უნდა მოვქცეულიყავი? ვერ გაიგე რა თქვა? ბრალს ღალატ ჩიმდებს. რა მექნა? შეგეძლო გეთქვა რომ დედაჩემთან იმიტომ წახვედი რომ მისთვის პასუხი მოგეთხოვა. ან გეთქვა რომ აქი იმიტომ რჩები რომ ეს მამაშენ მაგთხოვა. მას არაფერს ვეტყვი. არაფერს. წავიდეს და სიმართლე თავად გაარკვიოს. ყველაფრის გაგება შეუძლია თუ მოინდომებს. წავიდეს და ესეც გაიგოს. შემდეგ კი მოვიდეს და ბუდიში მომიხადოს. რა თქმა უნდა, სირცხვილით თვალს თუ გამისწორებს. რასაკეთებ პატარა მოქმედებებით რომანტიკულ გარემოს ქმნი? არ მაღანი სადაც განერვეულებული ვარ. ახლა ხუმრობისთვის არ ბძალია. კარგი, ესე იგი აიძულებს სიმართლე გაიგოს, შემდეგ კი აპატიებ? ამას აპირებ? ასე ადვილი არ არის. ჩემზე ნუ დარდობ. შენის მითხარი თავად რას აპირებ? გულჯემალი შენი უფროსი ძმა არ ყოფილა. ასეა რადგან მათ ასე თქვეს არა? არ გჯერა? რა თქმა უნდა არ მჯერა. ჩემი უფროსი ძმა რომ არ იყოს აქ რატომ გამაჩერებდა? თავად სურს რომ აქ მის გვერდით ვიყო. ჩვენ არასწორად ხომ არ გავიგეთ. იქნებ ფრაგმენტები არასწორად გავაერთიანეთ. არა, ასე არ არის. დაფიქრდი, ჯერ ფოტო ვნახეთ, შემდეგ წერილი და გულენდამი? იმ ქალს ყოველ ჩემს დანახვაზე ნერვული შეტევა რატომ ემართება? ხო, მაგრამ ანუ არღო. ეს თუ სიმართლეა, გულჯემალმა რატომ უარღო? იმიტომ რომ დაჭრილია, იმიტომ რომ მამაჩემმა ძალიან გააბრაზა. როგორც ჩანს, ამაში დედაჩემსაც დიდი წვლილი მიუძღვის, ამიტომ უარყოფს. დევა, გულჯემალი ჩემი უფროსი ძმა, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასე რომც იყოს თვითონ უარყოფს. რას აპირებ? ადრე თუ გვიან სიმართლე გაირკვევა. მანამდე კი აქედან არ სადაც არ ვაპირებ წასვლას. რაგაცინებს? ეს რა დღეში ვართ? დაახლოებით 10 დღის წინ აქედან გაქცევას ლამობდი. მე კი შენს გატაცებას ვცდილობდი, ახლა კი გვაგდებენ და არ მივდივართ. ეს რა დღეში ვართ? წარმოუდგენელი სიტუაციაა. მერთო ჩემო. ანუ ამბობ რომ დევა დამნაშავეა ვიფა? მე არ ვამბობ, მტკიცებულებები ამაზე მეტყველებს. დევა ამას არ ჩაიდენდა. მეც ასე ვფიქრობ. მართლა საყვარელო რატომ? იმიტომ რომ ის ლამაზია. ზეთუნახავები ბოროტებას არ შადიან. ის გოგო ასე არ მოიქცეოდა. დევას ვადარაშაულებთ, ამასობაში კი ნამდვილი დამნაშავე გვავიწყდება. ჩემი თვალით დავინახე, ჩემი თვალით ვნახე. ტენდერის შესახებ გაიგო თუ არა, მაშინვე ზაფერთან გაიქცა, ენა რომ მიეტანა. გვითხრა რომ საავადმყოფოში მივდივარო. დევამ გულჯემალს 3 დღე მისცა. თუ ასეა გულჯემალმა 3 დღეში მტკიცებულება იპოვოს. ამ სახლში ესეც მოხდა? მე ჯერ ისევ შოკში ვარ. 40 წელი რომ მეფიქრა, ვერ წარმოვიდგენდი რომ ერთ დღეს ძმა გულჯემალს ვინმე ამას გაუბედავდა. გოგომ 3 დღე მისცა. გულჯემალი ამჯერად სალკილდეს შეეჯახა. ეს რა დამიდეთ? საჭმელი არ გვაქვს? მე რა ვიცი. ცალკე გულჯემალზე ვდარდობ. ცალკე დევაში მშილობს. განაცხადა არ შევჭამო. არ მაღანი დევასთან ერთად არის. ჩვენ აქ ვართ, მშიერი ვართ. გულენდამი სად არის? თავის ოთახშია ჩაგედილი. არ მაღანისა გამოჩენამ მასზე ცუდად იმოქმედა. მისი ქმარი? მას უკან გახვა. მართლა არ მესმის გულენდამ ასე რატომ ნერვიულობ? ასე რატომ განიცდი? არ მესმის. ნუ თუ არ გესმის. მისი დანახვა ვერავიდანე მეთქი. ჩემთვის წარმოუდგენელია ის ადამიანი ჩვენ სახლში როგორ უნდა ცხოვრობდეს. ჩვენთან ერთად მაგიდესთან როგორ უნდა იჯდეს. მართლა არ მესმის თან ჩვენ შვილს ამით ავნებ. ერთი შეხედვით უწყინარი პიროვნება ჩანს. არა, მართლა არ მესმის, ასე რატომ განიცდი? უწყინარი? ის არის უწყინარი. იცი რა? ჩაიდინა. ამ უწყინარმა არსებამ და რა წაგვართვა? იცი? რა წაგართვათ? განა რა შეეძლო რომ თქვენთვის წაერთმია? დედა წაგვართვა. ის სითბო და სიყვარული წაგვართვა, რაც დედას ჩვენ მიმართ უნდა გამოეხადა.
გამოიცა, მისი დედა ხომ ზაფერფეხლივანია. ხომ გაიგონე რაც ვთქვი? საფერფეხლივანი ჩვენი დედაა. ის ბიჭი. ამას ვაღიარებ, თუ არ ვაღიარებ, ჩემი ძმაა. გესმის? ჩვენი ძმა. იმ ქალმა გულიდან ამოგვიგდო, თავისი ცხოვრებიდან გაგვაქრო. ის კი გულში ჩაიგრა და ისე გაზარდა. მე გულენ დამიდამარქვა. მას კი გულ ჯემალი. მას კი არმაღანი დაარქვა. ანუ უფლის საჩუქრად აღიქვა. ბამბებში შეფუთა და ისე გაზარდა. სწორედ ამას განვიცდი. დამშვიდდი. მინდა რომ ცრემლები მოგწმინდა. კიდევ კარგი რომ შენი ძმა არ გხედავს. დევა რომ მოვიდა სახლში იყავი? არა ძმა მაქვს რომ ყოფილიყავი ხომ შეგატყობინებდი? სახლში არ ყოფილვარ. სახლში კამერა არის? არის, მაგრამ მხოლოდ მისაღები ოთახი და შემოსასვლელი ჩანს. კიდევ ეზოშიც დგას. ის ჩანაწერი მჭირდება, როდესაც დევა მანდ მოვიდა. ჩანაწერი როგორმე უნდა მომიტანო. კარგი ძმაო, მოვძებნი და მოგიდან. კამერის ჩანაწერები როგორ უნდა ვიპოვო? საერთოდ რა გამეგება? გაგიჟდი? დამშვიდდი, აქ შემოსვლისას არავის დაუნახივარ, ნუწუხარ. არა, მართლა გაგიჟდი. ყველგან კამერებია. თანაც ყველგან ფანჯრებია მერტ. ვითომ რაღაცის ასაღებად მოვედიდება, თანაც მთავარი თემა ეს არ არის, რაღაც უნდა გითხრა. ახლავე წადი აქედან. წადი. ასე რისი გეშინია? თანაც კაცმა გითხრა წადიო დევა. გითხრა წადიო, წადი და ამით დასრულდება ეს საქმე, მაგრამ შენ მაინც და მაინც შოუ უნდა დადგა, ასეა? რა სამი დღე მიეცი? რა თქმა უნდა. ახლავე წავიდი, არა? ახლავე წავიდე და თემა ამით დაიხუროს. შენ კი შენს ნებაზე აქ ცხენი გააჭენო. რას ამბობ? შენ მიერ ჩადენილი დანაშაული. მე დამაბრალეს მერტ. 3 დღე გაქვს. 3 დღის შემდეგ გულჯემალი გაიგებს რომ უდანაშაულო ვარ. ნახოთ მაშინ რა სიზამ. როდესაც ყველა ის არის, შენკენ იქნება მომართული. გამარჯობა. მეც თქვენსავით იმის საკითხავად მოვედი, რამე ხომ არ სჭირდება მეთქი. არაფერი სჭირდება. უკვე ვკითხე, თუ რამეა, გთხოვთ არ მოგერიდოთ დევაჰანი. მითხარით. აქ ვარ. შევეცდები რომ დაგეხმაროთ. ასე რომ დროებით. დევაჰანი, ეს შეგიკვეთავთ. დიახ. თუ შეიძლება აგდადეთ. ძმაო გულჯემალ, ისეთი რამე მთხოვე. ვიპოვე. კარგი. ახლა ეს როგორ უნდა ჩავიწერო? ასე დროს აქ რას აკეთებ? არაფერს. ვალაგებდი. ასე დროს ალაგებდი? დილაობით ყველა ოთახს ვერ ვასწრებ. ვიფიქრე მტვერს მაინც ავიღებ მეთქი. არა უშავს. დილით გავაგრძელებ. მოდი აქ. ერთხელ გკითხავ და სიმართლეს მეტყვი.
აქ რას აკეთებდი? Ne yapıyordun burada? ეს კომპიუტერი რატომ ჩართე? მითხარი, Niye aç? სიმართლეს ველოდები. Benim bir oğlum. ვაჟი მყავს. Onu konuşuyorum. მას ველაპარაკებოდი. ეგ რა შუაშია? Cep telefonu yok. მობილური ტელეფონი არ გაქვს? Niye onunla görüşüyorsun? ტელეფონით ვერ ესაუბრებოდი? Telefonum eski benim. ჩემი ტელეფონი საკმაოდ ძველია. Bilmiyorum. პროგრამებს ვერ ვტვირთავ. ვიფიქრე, En azından თუნდაც 5 dakika olsun 5 წუთით დავინახავ მეთქი. göreyim onu. ძალიან მომენადრა. Çok özledim. კომპიუტერი ამიტომ ჩავდე. O yüzden açtım bilgisayarı. სულ ეს არის. Uzakta mı oğlum? შენი შვილი შორს არის? Eski eşim göstermiyor. ყოფილი მეუღლე Gizli aradım. ნახვის უფლებას არ მართავს. Arayamıyorum. ჩუმად დავურეგე. Ne olur ყოველთვის ვერ ვურეგავ. გთხოვ ზაფერჰანიმს ნუ ეტყვი. კომპიუტერი პირველად ჩავდე. Önüne koyar beni. თუ ეტყვი დამითხოვს და სახლიდან გამაგდებს. Git. მზადი, Ama მაგრამ აქ მეორედ ნებართვის გარეშე აღარ შემოხვიდე. Ay, deva ya. დევა, Başka bir şey. სხვა რამე უნდა გეთქვა. Afiyet olsun. შეგერგოს. გმადლობ. ეს ჩაიცვი. გაიყინები. Ne olacak güzel? მერე რა? Böyle donar. გავიყინები და გავიყინო. ვისრაში ვადარდებ? Şunu ver. ჩაიცვი. ხელი მომეცი ჩაგაცვა. Oldu mu? ასე? Oldu. ხო, ასე. Mutlu musun? ბედნიერი ხარ? Sen şimdiden O kadar sarhoş Feri. mu oldun bakayım? İçeride შიგნით otursan მაინც sonra შესულიყავი. da sıcak შიგნით orası. თბილა. Yok. არა. აქ ვიქნები. აქ მშვიდად ვარ. Ne yapıyorsun? აქ რას აკეთებ? Kör mü? ბრმა ხარ? Hop hop hop. ასე არ უნდა დალიო. Şuna bak daha şimdi. Ukwe datveri? ესენი სად იპოვე? Nereden buldun bunları? Param var. ფული მაქვს. Telefonum. ტელეფონშიც ყველაფერი მაქვს. Senin o pis. შენს parana ბინძურ kalmadım. ფულზე არ ვარ დამოკიდებული. გესმის? Şşş. Bir dakika. ერთი წუთით. Bu masa benim. ეს მაგიდა ჩემია. Sana otur. ვინ dedi. გითხრა დაჯექიო? Hayırdır რა oğlum? ხდება მიითვისე? Nereden çıktı şimdi? ეს რამ გაფიქრებინა? Ha. Nerede? რა მაფიქრებინა? Sen bana yap. ნუ თუ ვერ ხვდები როგორ მომექეცი. ვერ ხვდები? Başıma რა მაკადრე? რა გადამატანინე? ბოლოს მოღალატე მიწოდე. სახლიდან გამაგდე. Canım istedi. მომინდა და გავაკეთე. Senin canın შენ ხომ ne ყოველთვის isterse იმას აკეთებ, რასაც onu მოისურვებ. yap. Benim მეც de მომინდა და canım გავაკეთე. Olamaz. არ შეიძლება? Olabilir. შეიძლება. Olabilir. შეიძლება. Olabilir de. შესაძლებელია, მაგრამ ნეტავ ის გაგეკეთებინა, რაც შეგიძლია. მინ თქო რომ დალევა არ შემიძლია. ძალიან კარგადაც შემიძლია. Hop hop. საკმარისია. Öyle konulmaz. ასე არ უნდა დაასხა. Bugünü geç. ჩათვალე რომ დღევანდელმა დღემ ჩაიარა. Kaldı iki. 2 დღე დარჩა. 2 gün 2 sonra დღის შემდეგ მივდივარ. gidiyorum. ნუ ღელა, 2 güne kalmaz o iş. 2 დღეს არ დამჭირდება. Yarın getir. ხვალ koyarım. მტკიცებულებას წარმოგიდგენ. 2 gün იცი, იმიტომ მცოცხლობ რომ hiçbir şey. შენი სახე დავინახო. O
როდესაც 2 დღის შემდეგ ვერაფერს იპოვი. Vallahi bak. სიმართლეს გეუბნები. Suratına bak. თვალი უნდა გაგისწორო. İç. დალია, Böyle olmaz. ასე არ შეიძლება. Peynir ye. მაშინ ყველი შეჭამე. Yemeyeceğim. არ შევჭამ. Yemesi საკვებს პატივს საერთოდ არსემ. Sen რა ხდება, მე ბაძავს? ხო, გბაძავ. გბაძავ. Ne yapacaksın? რას მიზამ? Evden mi? სახლიდან გამაგდებ? Kızacak. გამიბრაზდები? Yoksa თუ საპყრობილეში ჩამკედავ? olmaz. არა, ჯემალ ბეი. Cemal Bey tekrar. ისევ იგივეს გამეორება მოგიწევს. Allah Allah. ღმერთო ჩემო. რა გამბედავი ყოფილა. Gel. შემოდით. Zafer anne, დედა ზაფერ, beni çağırmışsın. მეძახდი? Deliklik için. მოდი იფეკ. Bir şey mi oldu? მოხდა რამე? Gel. Gel. მოდი დაჯექი ვისაუბროთ. İyi misin sen? კარგად ხარ? Aman Gülcemal. იცი არ მაღანი გულჯემალთან რჩება. რა? Nasıl Gülcan? გულჯემალთან როგორ რჩება? Gerçekten დაუჯერებელია. Yani herkes ყველა მის სახლში შეიკრიბა. Ama Armağan'da değil yani. არ მაღანისგან ნამდვილად არ ველოდი. Kafasına nasıl ხო, girdiyse როგორ დაითანხმა. almak için git. მივედი რომ წამომეყვანა, მაგრამ არ გამომყვა. Peki. იფეკ, Senden yardım. დახმარება უნდა გთხოვო. Tabii. რა თქმა უნდა, Tabii elimden ne თუ gelirse. რამე შემიძლია, Ne olur Armağan'ı bırak. ხო არ მაღანი დაითანხმა რომ სახლში დაბრუნდეს. Yani Armağan'ı biliyorsun. არ მაღანს ხო მიცნობ რა ჯიუტია. Ben nasıl ikna edeceğim? როგორ დავითანხმა? Annem უთხარი hastadı. დედაშენი ავადარისო. Bunu görmemiştim de. უთხარი ასეთი სასოწარკვეთილი არასდროს მინახავსო. Yapıyor de. Tamam. Tamam ben elimden ne კარგი, gelirse. შეძლების დაგვერად ყველაფერს გავაკეთებ. Ama yani senin ikna მაგრამ არ მაღანი შენ თუ ვერ დაითანხმე, მე როგორ უნდა დავითანხმო? Seni kullan. მისი შენდამი დაინტერესებით ისარგებლე. O ne demek? ეგ რას ნიშნავს? Bizim armağanlarımızda ჩვენ bir şey მეგობრები var. ვართ, ჩვენ შორის არაფერი ხდება. იფეკ, Armağan არ მაღანს ბავშვობიდან უყვარ ხარ. Aşk ikimizde ეს ორივემ ვიცით. ne görmezden. ამაზე თვალს თუ ხუჭავ და ვითომ ვერ ამჩნევ, იმას არ ნიშნავს, რომ რეალობა არ არის. İşte senden იცი თავიდან შენი მეშინოდა. böyle ჩემთან ახლოს მოდიოდი ლამის ცხვირზე მაბჯენდი. მიყვიროდი. bana. ახლა აღარ გეშინია? არ მეშინია. გეტყობა. თორემ ჩემს ზურგს უკან არ იმოქმედებდი. მე არ მიღალატია. Çevirmedim. მე არაფერი დამიშავებია. Hiçbir şey. არც იტალიელებთან დაკავშირებით და არც იმ ტენდერთან დაკავშირებით არავისთვის არაფერი მithქვამს. Hiçbir şey söylemedim. ეს იმან გააკეთა. Söyle. მან უთხრა. ვინ უთხრა? ვინ რა უთხრა? შენ თუ არ გითხოვს, საბა ვინ უთხრა? მოღალატე ვინ არის, მითხარი? მითხარი? მე რა ვიცი მოღალატე ვინ არის. საკმარისია გეყოფა. ამბობენ ადამიანის სიმთვრალეში სიმართლეს ამბობსო, მაგრამ შენ სიმთვრალეშიც კი Sen sarhoşken Kul neler sen bu. yalan söylüyorsun. Söyle. არ ვამბობ. Niye აბა რატომ გაიქეცი? Benim nişanlım. ჩემი საქმრო. Ne olmuş nişanlına? შენი საქმრო რა სჭირს? ის მოკვდა არა? Sen შენი საქმრო მოგენატრა? Alçak herif. უსინდისო. სულ მდაბალი. Bu bana değil de. იმედი ამას ჩემზე არ ამბობ. სად არის? Ah. აი შეხედე. Deva. დება. Dilerim. ბოდის გიხდი. Bak bu düğün ეს შეტყობინება ქორწილის ხამეს მომწერა. Biliyorum. ვიცი, ვიცი. მაპატიეო.
Sen უნდა გეთქვა აქედან რატომ გაიქეცი. გისმენ მითხარი რატომ გაიქეცი. იძულებული ვიყავი, Deva. დევა, რადგან დევა. Deva. დევა. Niye hep იძულებული რატომ ვარ რომ ხელით გატარო. Keşke ben değil de. ნეტავ შენი უდანაშაულობა ჩემთვის თავად დაგემტკიცებინა. გრძელ წამწამიანო. Sabahın köründe uyandırıp buraya gönder. დილა ადრიან გამაღვიძა და გამომგზავნა. ჩემი შვილი დაარწმუნე რომ დაბრუნდესო. თავისი ჭკუით ცდილობს თავი შემაბრალოს, არა მისი არ მჯერა. Yapacaksın. რას აპირებ? Yani eve dönmüyor. სახლში არ ბრუნდები. Gülcemal abinin ძმა გულჯემალი შენი უფროსი ძმა არ აღმოჩნდა. გულჯემალი ჩემი ძმა აიფეკ. Arman değil. არ აღმოჩნდა. Ya öyle söyle. ცოტა ხნის წინ თავად მითხარი. უარყოფო. მათ რაც უნდათ ისქნან, ვიცი ასე აქედან ისე არ წავალ, სანამ simართლეს არ გავიგებ. Yani sana მართალი ხარ, არც კი ვიცი რა გითხრა. gerçekten ეს რა დღეში ვართ? Resmen ინტრიგის მსხვერპლი ვართ. ve bizim de sıkı. თურმე რა მოსაწყენი ცხოვრება გქონია და ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცოდით. Yalan. ტყუილებზე აწყობილი ცხოვრება. Deva nerede? დევა სად არის ჩვენთან რატომ არ მოვიდა? O görmemiş. ალბათ ვერ დაგინახა რომ მოხვედი. Odasına. ჩვენ წავიდეთ მის ოთახში. ასეთი სიტუაცია ახლა მას ცალკე ოთახი არ აქვს. ზამთრის ბაღში რჩება, გარდა ამისა შიმშილობა დაიწყო. Ne diyorsun? რას ამბობ? გულჯემალს სჯერა რომ ის დედაჩემის ჯაშუშია, ინფორმაციას აწვდის, რაც ამ სახლში ხდება. რა სისულელეა არ მაღან? İç şunu. დალი, Niye girdin sen? აქ რატომ შემოხვედი? Akşamda bu. ხამი აქ დარჩი? Bu ev benim. შეგახსენებ ეს ჩემი სახლია, შენ უნდა გკითხო, სად დავრჩე. Her yerim. ისედაც ყველა კუნთი მტკივა. Niye abi? რატომ გტკივა? Dün gece ალბათ წოხანდელი ღამის არაფერი გახსოვს. yine kollarımda. სამწუხაროდ ისევ ჩემს მკლავებში იყავი. Ne diyorsun? ბატონო, Ben niye? შენს მკლავებში რატომ უნდა ვყოფილიყავი? მეც მაინტერესებს. გონებას კარგავ და იძულებული ვარ რომ ხელით გატარო. Beni vurdun. თავად დამჭერი და მაინც მეგატარე ხელში აყვანილმა. გონება დაკარგე, ისევ მეგატარე ხელით. ვერაფერი გავიგე. Anladım gitti. Allah ben. მართლა არაფერი მახსოვს. Yanına geldim. შენთან მოვედი, სვამდი, რაღაცებს მიყვებოდი. ნუ თუ არაფერი გახსოვს. Ne anlat? რა მოგიღევი? Her şey. ყველაფერი. Ne oldu? რა იყო? შეგეშინდა? Ne korkacağım? რატომ უნდა მეშინოდეს? Ben korkacak bir şey მე yapmadım ისეთი ki. არაფერი ჩამიდენია რომ შემეშინდეს. Sen şu an beni Birisi onda meşinodes. çalışıyorsun. დილობ რამე მათქმევინო არა? Günaydın. დილამშვიდობისა. İpek? იფეკ? Ama ღმერთო, თავი მისკდება. ay çok fena. Ძალიან მტკივა. Başım Ne oldu sana? რა დაგემართა, კარგად ხარ? თავი მტკივა. Ne oldu? რა მოხდა, დაგარტყა? Yok be ne vurdu? არა, რა სამბობ, ვინ დამარტყამდა? Ne vuracaksa ben vurdum. აქ თუ ვინმე ვინმეს დაარტყამს, ეს მე ვარ. O bana elini kaldırmış. ის ჩემზე ხელს არასდროს აძევს. Başına ne oldu o zaman? თავზე რა გჭირს? Fazla içtim. ცედმეტი მომივიდა დალევა. İçtin mi? დალიე? Yok mu hiç? დება, შენ ხომ არ სვამ? Deva sen hani içmiyordun? ამ დილით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. Yapmam gerektiğini რატომ არ უნდა დაბლიო? anlamış oldum sabah. კარგი რა დება. Sen de აქ რას აკეთებ? დილა უთენია რატომ მოხვედი? Zafer anne yolladı. დედა ზაფერმა გამომგზავნა. უნდა რომ მის შვილს ველაპარაკო. მართლა? Neyse boş ver hadi kalk. ფეხზე ადექი, ხელპერი დაიბანე, ყაფას მოგიმზადებ. Allah'ım ya. ღმერთო ჩემო,